მხარდაჭერა რომ მქონდეს, არავინ არ დატოვებს შვილს. და რაღაც მომენტში მე მესმის. ისიც მესმის რაღაც მომენტში დღემდე რო უჭირს ეს კონტაქტში შემოსვლა ნინისთან, რაღაც ურთიერთობები არ არის ისე როგორც მე მირჩენია რომ იყოს ის ურთიერთობები, იმიტომ რომ ნინი იქნება თვითონ უფრო მშვიდად და ბედნიერად. ჩვენს ურთიერთობას არ შეცვლის ეს არანაირად, მაგრამ არც შეუცვლია. სამწუხაროდ ხო თვითონ ოჯახია, ხა შვილებმა არაჩვეულებრივად მიიღეს და კი. ჯერ მითხარი თვითონ რომ გაიგო დადასტურებულად რომ შენი ბიოლოგიური მშობელი იყო, რა რეაქცია ქონდა? მას არ გაუკეთებია დნმ, ჩემ ადამ გაიკეთა. ჩემ დას შევხვდი, იმ ქალბატონის მეშვეობით ვინც დნმ-ში ამოვიდა, მის მეშვეობით შევხვდი. და ჯერ ეს ქალბატონი ესაუბრა, ანუ ამ ქალბატონმა უთხრა ჩემს დას. იმიტომ რომ ჯერ ჩემ ბიოლოგიურ დედას ესაუბრა ეს ქალბატონი და მიხვდა რომ აზრი არ ქონდა. იმიტომ რომ ძალიან მკაც უარზე დადგა. მე კი გული დამწყდა ამაზე, მაგრამ ნუ კარგი არა უშავს, ადრეს ვქონია გულის ტყვეტები მეთქი. ღამე იყო, რუსთაველზე ვიყავით, ძალიან კარგად მახსოვს. ეს ქალბატონი მირეკავს და მეუნება. ნინი მოდი შენი და მზად არის შენთან შესახვედრად.